მერე წამყვარმა დასვა კითხვა, როგორი უნდა იყოს რეპუტაციულად გამართული სანდო პოლიტიკოსი. ქალბატონმა ანიმ ესეთი პასუხი გასცა. რომელიც არ გაყიდულა, რომელიც თავისი სიტყვის ერთგულია და რომელსაც არ უღალატია ამ ქვეყნისთვის. და აი ეს 19 წლის განმავლობაში, ამიტომაც ვამბობ, მე ძალიან მძიმეა და ახალგაზრდობას დავაბრალებ ახლა მხოლოდ მაგას, რომ რაღაც ერთიანად მოხარშვა ყველა იმ ადამიანის, ვინც 19 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ველზე ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ეს არ არის სწორი. ამიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის არის ამ პოლიტიკურ ველზე, რომელსაც ძალიან ესე ვთქვათ, თავისი მნიშვნელოვანი რეპუტაცია აქვს, ჩემი ხმარწმენით. აბსოლუტურად ვეთანხმები ანის ამ მოსაზრებას, სამწუხაროდ ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ცოტა ან შეიძლება ითქვას თითქმის არ ყავს ეგეთი პოლიტიკოსები. იმაშიც ვეთანხმები ქალბატონ ანის, რომ ყველა პოლიტიკოსის ერთ ქვაში მოხარშვა არ შეიძლება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ყველა ქართველი პოლიტიკოსი აბსოლუტურად ერთნაირად იქცება. ვადო კიდევ ამბობს ესეთ რამეს. პიროვნული პატივისცემა ყველა ადამიანს, მაგრამ ჩემი აზრით პოლიტიკოსის რეპუტაციას ქმნის რამდენიმე რაღაც, ეს არ არის რაღაცა 3 და 5 რაღაცა შემოსასრული რაღაც. პოლიტიკოსი რომ იყო და ეფექტური პოლიტიკოსი რომ იყო, უნდა იყოს შენი სიტყვის ფასის მცოდნე, უნდა იყოს თანმიმდევრული, უნდა გქონდეს შესაბამისი კომპეტენცია რომ რაღაცებზე ისაუბრო. უნდა იყოს უბრალოდ გულწრფელი და შენი პოლიტიკური რაღაცა საქმიანობა არ უნდა გაზრდევდეს ჭრდილად, რაღაცა შენი წარსული ცოდვები და შენი რაღაცა არაგულწრფელი ზრახვები. გულწრფელობა ჩემი აზრით თანმიმდევრულობა, სისუფთავე და გონია რომ ახალი თავის პოლიტიკა ამ სისუფთავით უნდა გაკეთდეს. მოკლედ, მე დაიწყო ორწუთიანი რეპლიკები. ანიმ კიდევ ერთხელ თქვა, რომ დღეს ბევრი ოპოზიციონერი არის რეპუტაციულად განადგურებული, მაგრამ იმისთვის, რომ რეჟიმი დაამარცხოთ, ეხლა ვიძან უნდა იყოს, ერთად უნდა ვიდგეთ რეჟიმის განადგურებისთვის. მე ამას არ ვეთანხმები კატეგორიულად და ვადომას კარგად ახსნა თუ რატომ. ბევრ ოპოზიციონერს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობები აქვს და ამიტომ ერთად ხარისხანად ვერ იბრძვიან. ბოლოს ანიმ თქვა, რომ ქვეყანაში როცა რეჟიმია ნებისმიერ პოლიტიკოსს გააშავებს. ვადომ კიდევ თავის ორწუთიან რეპლიკაში თქვა, რომ არ არის სწორი რიტორიკა, რომ რეჟიმი ყველას გააშავებს, იმიტომ რომ ამ რიტორიკის შედეგად ახალგაზრდებს ინტერესი ეკარგებათ, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ.